დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ Armaf-ის ბრენდთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ ამ ბრენდზე გადავალ, გეტყვით იმას, მაყურებლები, რომლებიც არ ყოფილხართ ჯერჯერობით ჩვენთან მაღაზიაში და დაგითვალიერებიათ ჩვენი ასორტიმენტი, ინტერნეტ სივრცეში ძირითადად ყურადღებას ვამახვილებ მიმსგავსებულ ბიუჯეტურ არომატებზე. მაგრამ გვაქვს როგორც ნიშ, ასევე ლუქს არომატები, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის. მაგალითად, როგორიც არის ტიზიანა ტერენცი, ნასომატო, ორტო პარიზის ამჟამად მხოლოდ ერთი პოზიცია გვაქვს, ეს არის ბრუტუსი. ბაირედო, არმანი პრივე, ფრენკ ბოკლე, გერლენის ექსკლუზივ პოზიციები, ნარცი როდრიგესის ექსკლუზივ პოზიციები, ზადიგენ დუოლტერი, როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალბატონისთვის, აქეთ მანსერა, მონტალე, ორტო პარიზი, ინიციო და სხვა. ახლა კი ვისაუბროთ Armaf-ის ბრენდთან დაკავშირებით. და ვთქვათ, რომელი არომატი, რომელს გავს, რომელიც კი არაფერს. დავიწყოთ ქალბატონის არომატით, ეს არის Armaf Club de Nuit Women, საკმაოდ ნაზი, საზაფხულოთაც ძალიან კარგია, საგაზაფხულოთაც Club de Nuit Women-ი გავს Chanel-ის Coco Mademoiselle-ს, არის მხოლოდ ქალბატონისთვის. გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე, Armaf Hunter Jungle. ეს კონკრეტული არაფერს არ გავს, ძალიან ორიგინალური დიზაინი აქვს და ფერიც, რა თქმა უნდა, ფერიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი არომატი. აქ ტყვი აქვს და ძალიან ორიგინალურად გამოიყურება სასაჩუქრედაც. Armaf Club de Nuit Imperial-ი ეს კონკრეტული არის მხოლოდ ქალბატონისთვის საგაზაფხულო საშემოდგომო არომატი, გააჩნია მომხმარებელს, შესაძლებელია ზაფხულშიც მოხმარება, არის ტკბილი, ინტენსიური არომატი, გავს Parfums de Marly-ის Delina Exclusives. ეს კონკრეტული არის unisex არომატი Club de Nuit Milestone, რომელიც გავს Creed-ის Millesime Imperials. ბიუჯეტურია, საგაზაფხულო არომატია, ეს კონკრეტული შესაძლებელია რომ ზაფხულში მოвихმაროთ. აი, რაც შეეხება Hunter Killers, ეს ძიმია საზაფხულოდ, საგაზაფხულო, საშემოდგომო და სამთრის არომატია, გავს Mancera Red Tobacco-ს, მაგრამ განსხვავებით Red Tobacco-სგან უფრო გრილი არომატი აქვს მწვანე ვაშლის დამსახურებით. არ აქვს იმდენი თამბაქო, თუმცა რაღაც რაოდენობით ამ კონკრეტულსაც აქვს თამბაქო. ფრაგრანტიკაზე წერია რომ ეს არის მხოლოდ მამაკაცის არომატი, მაგრამ Red Tobacco-დან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, იმდენად გავს არომატები, რომ ეს კონკრეტულიც არის unisex არომატი. Club de Nuit Urban Men-ი არაფერს არ გავს, გრილია, საზაფხულო ძალიან კარგი, რბილი, არაშემაწუხებელი არომატი. ახალხანს მივიღეთ Armaf-ის Odyssey Omi, რომელიც გავს Tom Ford Noir Extremes, მამაკაცებისთვის, რა თქმა უნდა. არის ძალიან ძიმე და საკმაოდ ბიუჯეტური. Armaf Club de Nuit Untold, რომელიც გავს კურგჯიანის ბაკარას, Club de Nuit Intense Men-ის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პოზიცია Club de Nuit Untold. არის ტკბილი, არაშემაწუხებელი, გემრიელი არომატი. Armaf Crazy Noir-ი არაფერს არ გავს, ცივი არომატია, საკმაოდ ინტენსიურია, საზაფხულო ძალიან კარგია, როგორც Armaf Legacy. ეს ორი კონკრეტული არომატი ერთმანეთს ძალიან გავს, მაგრამ Armaf Legacy-ს რაც შეეხება, ეს უფრო რბილი და წყნარი არომატია, გავს Chanel-ის Platinum Egoist, რა თქმა უნდა, მამაკაცებისთვის. Armaf Legacy-ს აქვს ძალიან ორიგინალური დიზაინი, იხსნება ასე, როგორც ხუთი, ასევე ფლაკონი. Armaf Club de Nuit Intense Women, რომელიც არის უფრო unisex-ი, იმიტომ რომ გავს Tom Ford Noir Extremes. თუ გახსოვთ, მისი არომატი ძალიან მძიმეა. ამავდროულად ძალიან მდგრადი. Armaf-ში ყველაზე სახელგანთქმული პოზიცია კი არის Club de Nuit Intense Men, რომელიც Creed Aventus ძველ 120 მგ-იან მოცულობაში, რომელიც იყო, იმას გავს ძალიან, აქვს საკმაოდ ბევრი ციტრუსი, დღევანდელი Aventus-ისგან განსხვავებით. ძალიან მდგრადია. ძალიან მამაკაცურია, საზაფხულო, საგაზაფხულო, ყველა სეზონისთვის არის აბსოლუტურად ჩემთვის პირადად. Club de Nuit Intense Men-ს აქვს 200 მგ-იანი მოცულობა, მაგრამ არა მხოლოდ მოცულობებში, არამედ კონცენტრაციებში არის განსხვავება. 105 მგ-იანი ყოველთვის არის Eau de Toilette ვერსია, 200 მგ-იანი კი Eau de Parfum. 200 მგ-იანი არ არსებობს Eau de Toilette და 105 მგ-იანი არ არსებობს Eau de Parfum. კიდევ გავამახვილებ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ყურადღებას. Armaf-ში ყველა არომატი არის Eau de Parfum. გარდა 105 მგ-იანი Club de Nuit Intense Men-ის. ამჟამად ჩვენ რაც გვაქვს, ყველა არომატი არის Eau de Parfum.